მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებლებო. ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს საუბრები ჟურნალისტიკაზე. სიმართლე სიკეთით. ჩვენ დღევანდელი სტუმარია ჟურნალისტი, საბავშვო მწერალი, რომელიც თავდამბლობისა გამო არ აღიარებს ამას, თავს ასეთად არ მიიჩნევს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, პატარებს ძალიან მოსწონთ მისი ზღაპრები, ბავშვები კი მოგეხსენებათ არ ცდებიან არასოდეს. გარდა ამისა, ქალბატონი მარინა კარტოზია გახლავთ 90-იანი წლების საზოგადოებისთვის უსაყვარლეს ძალიან საინტერესო დილის გაზეთის მთავარი რედაქტორი, მე ამას წარსულ დროში არ ვამბობ, დიდი იმედი მაქვს, რომ განახლდება ეს დიდებული გაზეთი ოდესმე. იგი გახლავთ გამომცემელი, სეზან პაბლიშინგის საგამომცემლო გუნდის წევრი და რაც მთავარია, ახლახან დაბრუნდა პარიზის წიგნის საერთაშორისო ფესტივალიდან ახალი და საინტერესო შთაბეჭდილებებით. დიდი მადლობა ქალბატონ მარინა ჩვენთან სტუმრობისათვის და დიდი მადლობა მოწვევისთვის და იმისთვის, რომ ჩვენ დღეს შეგვიძლია აღვნიშნოთ ჩვენი ნაცნობობის 51 წელი. სწორედ გაზაფხული იყო 51 წლის წინათ. 16 წლის გოგონა, რომ მოვედი ახალგაზრდა კომუნისტში, იმიტომ რომ სკოლას ვამთავრებდი, მინდოდა რომ ჟურნალისტიკაზე ჩამებარებინა და სურვილი გამოვთქვი, რომ მე თანამშრომლა ახალგაზრდა კომუნისტში და თიურა ვაშაძემ თქვენთან ერთად გამიშვა პიონერთა სასახლეში მასალის მოსაპოვებლად. თქვენ მასალა უნდა აგეღოთ, მე თან გახდით და იქაც იყო საბავშვო წიგნებზე ლაპარაკი. ამიტომ ამდენი დამთხევა რომ არ აღმენიშნა არ შეიძლებოდა. რა სიურპრიზია, ძალიან მიხარია, არაჩვეულებრივი მოგონებები მაკავშირებს ქალბატონ მარინასთან. მისი აბიტურიენტობის პერიოდი იყო ეს და იყო საოცრად ჟურნალისტად დაბადებული. ყველა თვისება თუ კი რამე შეიძლება კონდეს, მაგრამ არაფერი არ ეზარებოდა, სულ ჩვენს გვერდით ბრძანდებოდი მანენე ხო ყველა და ახლა მაშინ გავაგრძელებ. აი ეს ამხელა არ გვინდა ისტორია თუ ქონდა ნამდვილად არ ახლა გავაგრძელებ იმით რომ ქალბატონ აი ჩვენი ურთიერთობა გარდა ნაცნობობისა, მდობისა, ურთიერთპატივისცემისა კიდე იმასაც მოიცავს ხოლმე და იმასაც გულისხმობს, რომ პერიოდულად ქალბატონი დიანა სულ რაღაც ახალ ამპლუაში მიწვევს, ხან უნივერსიტეტში სტუდენტებთან საურთიერთობოდ, ხან სამეცნიერო კონფერენციაზე და აი სულ მეუბნება, რომ ყველგან უნდა თქვა ჩემი სათქმელი. დიდი მადლობა მას ამის. საინტერესო ქალბატონი ბრძანდებით და რა არ მინდა დავუკარგო მაყურებელს და ჩემ თავს ეს სიამოვნება. ჩემო მარინა, პირველ ყოვლისა ცხადია თქვენი პარიზული შთაბეჭდილებები გვაინტერესებს. ცხელ-ცხელი ამბები სიყვარულისა და სინათლის ქალაქიდან. უფრო კონკრეტულად რა თქმა უნდა, აი წიგნის საერთაშორისო ფესტივალიდან. როგორ ჩაიარა რა პერსპექტივები და სამომავლო გეგმები დაისახა და ასე შემდეგ. დიდი მადლობა აი ამ კითხვის პასუხის გასაცემად სიამოვნებით მომიშველიე რაღაცეები და ოღონდ ამას იქიდან დავიწყებ რატო ვაპროტესტებ რომ მე არა ვარ მწერალი იმიტომ რომ მე ვარ წიგნების მკეთებელი bookmaker ეგრე ამბობენ რა და წიგნის ფორმიდან ვხედავ რაღაცას რა არის ტექსტი გასაკეთებელი რა ილუსტრაცია სჭირდება ამ წიგნს და მთლიანობაში შეიძლება მართლაც გამოდის ბავშვების მოსაწონი რამ, მაგრამ ეს ანუ ფორმიდან იბადება. ჩემში მწერალი კი არ არის, მე ვარ ჟურნალისტური წერის ოსტატი, სიტუაციებიდან გამომდინარე და აი ახლა ამ წიგნის ბაზრობაზე, პარიზის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, რომელზეც საქართველოს იყო წარმოდგენილი, თურმე ამ დრომდე ეძახდნენ ამას სალონს ფრანგები და წელს პირველად უწოდეს ბაზრობა და აი ჩვენც უკვე ვართ ამ ბაზრობის მონაწილეები. უნდა თქვა ერთი ნიუანსი, რომ ბაზრობაზე მოსამზადებელი სამუშაოები ცოტა დაგვიგვიანდა, ჩვენთან იყო ესეთი პრობლემა, რომ ესე იგი როტაცია მიმდინარეობდა მწერლის სახლში. მწერლის სახლია ამ ორგანიზაციის
ამ ფესტივალების ორგანიზატორი და როტაციის დროს დაიძაბა სიტუაცია, მწერლის სახლი მოგეხსენება თავის ბასტიონად მიაჩნია პოლიტიკურ ოპოზიციას და იქ არაფრის დიდებით არ მოინდომეს ნატალო მოვრის ჩანაცვლება ქეთი დუმბაძით და აი ამან ძალიან შეგვაფერხა და ფაქტობრივად სამუშაოები 2 თვეში წარიმართა. ამიტომ თავდაპირველად ორგანიზატორები ცოტა სკეპტიკურად გვექცეოდნენ, იმიტომ რომ რაღაც აი გაქანებულმა მატარებელს რომ მიისდევ ისეთი განცდა ჰქონდათ, მაგრამ წიგნის ბაზრობა რომ ნორმალურად ჩავატარეთ და კარგად ჩავატარეთ, იმითაც გამოჩნდა რომ აი ორგანიზატორების ბევრი შექება დამიმსახურეთ, ინტერესი დამიმსახურეთ მათგან და კეთილგანწყობა ისეთი, რომ ხვდებით, რომ ჩვენთვის პარიზის ფესტივალი გახდება მშობლიური და მე ამის დიდი იმედი მაქვს, იმიტომ რომ როგორ შეიძლება გამომცემელს, როგორ შეიძლება მწერალს არ უხაროდეს, რომ ახალი ეპიცენტრები ჩდება შენიშნი ნაშრომის წარმოსაჩენად. თან ეს პარიზის ბაზრობა სრულად არის კონცენტრირებული გაყიდვებზე. აი ფრანკფურტში უფრო მეტი საორგანიზაციო საქმეებია, საავტორო უფლება, აქ აი მეტი გაყიდვებზე. კიდე შემიძლია ამ კითხვას დაუთმო. კი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან საინტერესო პერსპექტივაზე რომ მეკითხებით, ესე იგი, პერსპექტივა საზოგადოდ მგონია მთლიანად საგამომცემლო სექტორისთვის უნდა იყოს ეს პერსპექტივა, მაგრამ პირადად ჩემთვისაც იყო საინტერესო ის მომენტი, რომ მე ვიყავი წარმოდგენილი ჩემი 2 საავტორო წიგნით. ხო და ერთ-ერთი აი წარმოვიღე კიდევაც ეს არის ოსურ ენაზე გამოცემული თავისუფლება ფერთა ხვედრია. სადაც აი 26 მაისს ფერების აღლუმზეა მოთხრობილი და ეს ოსური გამოცემა წარმოვიღე, მაგრამ იქ რა თქმა უნდა ფრანგულ ენაზე ქონდა ეს. მეორე წიგნი იყო ჟანიოების ოჯახი, რომელიც მხატვარმა სალომე ჭელიძემ დახატა თავისი ოჯახის ისტორია პარიზიდან, საფრანგეთიდან ემიგრირებული ჟანიოები, როგორ დამკვიდრდნენ 19 საუკუნიდან საქართველოში და აი იმ გოგოს ამბავი გავაზღაპრეთ და არაჩვეულებრივი ილუსტრაციები ახდა იმ წიგნს და აი ეს 2 წიგნი აღმოჩნდა ფესტივალზე. ამით წაქეზებულმა მართლა როგორც ავტორმა იქ 2 წიგნი დავინახე და უცებ შევიყვარე და მივხვდი რომ რაღაც ანალოგიური წიგნის გაკეთება მინდა და მოკლედ იდეებით ვარ სავსე კიდე 2 წიგნი წარმოვიღე სათარგმნად, ერთი ეკოლოგიაზე, ერთი არის ბალეტზე, იმიტომ რომ მე ბალეტი განსაკუთრებით მიყვარს და რაღაცა კარგი თხრობა იყო ბალეტზე და მოკლედ 2 წიგნი მინდა ვთარგმნო, 2 მინდა გავაკეთო და ეს არის ჩემი სამომავლო გეგმა. ძალიან კარგი, ძალიან საინტერესო. ახლა ჩემმანან აი ამ დაძაბული გასაგებია სამუშაოებს ბრძანდებოდით, გრანდიოზული სამუშაო ჰქონდათ იქ ალბათ, ხო, ის ორგანიზაციულის და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც სინათლის ქალაქი კი საკმაოდ ბანალური მიზეზით დაერქვა პარიზი. პირველი იყო ევროპაში, რომელიც განათდა, მაგრამ უმრავლესობა ადამიანებისა აი სინათლის ქალაქის ხსენებაზე წარმოუდგება განმანათლებლები, ფრანგის კულტურა, თქვათ, ხო, ფრანგული კულტურა, ვერსალი და ასე შემდეგ, არა, მაინც რაღაცნაირად ასეთი ასოციაცია ჩნდება. აი ამ ზღაპრულ ქალაქში, ამ დღესასწაულზე, რომელიც მუდამ ჩვენთან არის, თუ ჰემინგუეის დავესესხებით, ალბათ მაინც დაგრჩა დრო, რომ აი თქმობისთვის ამ საოცარი პარიზის ყოვლისა ვიტყვი იმას, რომ პარიზი შეგვეგება არაჩვეულებრივი გაზაფხულით. აი ყველაფერი უკვე გაკვირტული, გაფურჩქნული იყო და კარგი ამინდები, ერთადერთი ორშაბათი წვიმდა და რა თქმა უნდა სენაზეც გავისეირნეთ, რა თქმა უნდა მონმარტრი, შანზელიზე, ხელოვნების მუზეუმი, მაგრამ მე აღმოვაჩინე ჩემს თავში და ამაზე Facebook-ზეც ვწერდი, რომ კულტუროლოგზე მეტად ჩემში ისევ რეპორტიორი ცოცხლობს და რო გადავეყარე ამ მოტოციკლისტთა აღლუმს, აი საპროტესტოს. ეს იყო ჩემი უზარმაზარი შთაბეჭდილება, იმიტომ რომ 10,000 მოტოციკლეტისტი წარმოიდგინეთ, რომელიც ამ თავის
მოტოციკლს აგრუხუნებს საგანგებოდ. მე მოვხვედრილ ვარ მუხლუხოებიანი ტანკების აღლომზე. მაგრამ აი დამერწმუნეთ რა საინტერესოა ჟურნალისტური ცხოვრება ისე არა ალბათ იმიტომაც არის ჩემომანად რომ არ არსებობს ყოფილი ჟურნალისტი მით უმეტეს ახლა მანაკარდუზე არ არის შეიძლება იყოს ყოფილი ესე იგი განახოთ არა ბავშვს ეს ისეთი გრუხული მანელა რომელიც არ დასვეს სამწუხაროდ მოტოციკლზე შლემი არ ქონდა და აი კანონმორჩილი ხალხია ფრანგები და ამ აღლომზე მინდა მოვყვერო ესე იგი ისეთი ხმაური იყო რო არ დამენახა ეს პოლიციელები რომელიც აი იობის მოთმინებით ისეთი სიმშვიდით იდგნენ აი ჩამწკრივებულები ამ ტრასის გარშემო სადაც ესენი აი მწკრივში მე მგონი 12 მოტოციკლეტისტი კი იყო გამწკრივებული და გადაადგილდებოდნენ ხალხი ხდებოდა ოვაციებით რა მომეწონა ეხლა აი მათი ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა ხოხნათ იმისა რომ პროტესტს გამოხატავდნენ ესე იგი ისინი თურმე წინა დღეს აკეთებენ განაცხადს რომ სამსახურში ვერ გამოცხადებიან ამის გამო ესე იგი დაექვითებათ ის დღე და იქცევიან აი ძალიან ორგანიზებულად და მოწესრიგებულად ეს საპროტესტო გამოსვლა იყო 13-ში და უკვე 15-ში ხელისუფლება მაინც დააკანონა ის რომ შემოიღო ესე იგი დათვალიერება 2019 წლამდე ვერ მიაღწიეს პროტესტმა არ უშველა და დაიბექნენ ესე იგი მაგათი საპროტესტო განწყობა რაზე იყო რომ ეხლა 50 ევრო უნდა დაგვიწესონო ჩვენ რომ ეს გავიაროთო და ურჩევნიათო ის გზები შეაკეთონო რაც ჩვენს ტრანსპორტს ურჩევს ურთიერთ ბრალდებები ხომ მოგეხსენებათ როგორც არის და ამიტომ ჩემი პლაკატი რომ ჩამოვედი საქართველოში დაუკავშირე ესე იგი ამ მიტინგის შტაბ-შტილებებს და იმ საფესტივალო ემბლემას და ძალიან საინტერესოა და იხარია რომ დაგვრჩება და გვექნება სახსოვრად ამ მშვენიერი პარიზული დღეებისა სადაც საკმაოდ საინტერესო წარსდგა ჩვენი ქართული წიგნია ნამდვილად მე ვიცი რომ ბატონ პაატას ქონდა დიდი წარმატებაში საინტერესო წერდა ამის შესახებ ჩვენს პაატანაცვლიშვილს არა მოგზაური პაატანაცვლიშვილი წავიყვანე თავისი საუბილეო წიგნით იმიტომ რომ ეს გასულ წელს რა ვიცი ჩემი გაკეთებული წიგნებიდან ძალიან მიამაყება იმიტომ რომ რაღაცა მოხერხდა რომ სრული სურათი შექმნილიყო მის შესახებ და მისი პორტრეტი არის ნამდვილად ეს წიგნი და რო ჩავედი სტენდზე დაგვხვდა კიდე ორი პაატანაცვლიშვილი ეს იყო ასე რომ მართლა ბევრი პაატანაცვლიშვილია ხო ჩემო კარგო გამიხარდა ძალიან შენ წერდი ამის შესახებ ჯერ კიდევ პარიზიდან შეგვაწყვეტინა და თვითონაც ჩავა ახლა ოლიმპიადაზე პარიზში ხა ოლიმპიადა პარიზში არ ტარდება ჩემო კარგო ჩვენს ელს რო უთხარი ვიმე ბოდიში მეთქი ამ წიგს მე ვერ გჭუქნით თვითონ პაატა ჩამომიტანს ჩამოვაო და ასეთი ამბებია მე რას მივხვდი ცით პარიზის ბაზრობაზე რომ აი ვიზუალურად არავიზე ნაკლებად არ გამოვიყურებით რაც მთავარია მოვახერხეთ რომ ეს 16 საუკუნოვანი უწყვეტობა ქართული ლიტერატურის წარმოადგენთ და აქ ცოტა გადაობდა ეს მობოიკოტი ხალხი რომ მათო შუშანიკის წამება და ვეფხისტყაოსანი წაიღესო თანამედროვე მწერლებად აღიქვამენო არ ვიცი რატო ერთი კლასიკა აღიქმება მაგრამ კაცობის თვალსაზრისით პირველად რო ხარ წარმოდგენილი და რო ეუბნები რომ 16 საუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი მიდის ჩემთან მათი ინტერესი აი ამაზე კონცენტრირდა მანანიკო რა ვქნა აი თითქმის ყველა გადაცემაში ტრიალებს ჩვენი ძვირფასი გიზო ნიშნიანიძის სული და ეხლა უკვე იქ რაღაცა თითო ფრაზით ერთმანეთს მივანიშნებდით და აი ამ კონფლიქტთან დაკავშირებით რომელიც ძალიან გულს დგას ჩვენ და საზოგადოებასაც ალბათ შეგნებულ ნაწილ საზოგადოების იმიტომ რომ ამ ერთი ბეწვა საქართველოში თუ ჩვენ ერთად არ ვიქნებით და აი შევახსენებ მაყურებელს შენი ნებართვით გათითო კაცება გვაოხერტიალებს ვიცი ამ ცხოვრების მიავან ჩავანი რაც გაგყოფს კი არა რაც გვაერთიანებს ეს არის თავად თუ ასე არ ფიქრობ ძალიანაც ცდები ტყუილად გამსარჯე და ტყუილად გაისარჯე
შენი გამარჯვებით მე არ დამარცხდები. ჩემი დამარცხებით შენ ვერ გაიმარჯვებ. ეს ელემენტარული ასე ლამაზად, ასე ნიჭიერად დაგვიტოვა ანდერძად ამ დიდებულმა ადამიანმა, რომელსაც ისე უყვარდა საქართველო, თბილისი, როგორც ალბათ უნდა გვიყვარდეს თითოეულ ჩვენგანს და რაღაც არ ვიცი, მივცემ ჩემ თავს უფლებას, რომ დაგვაფიქროს ამ კარგმა ლექსმა ალბათ მანანეკო ახამედაში არ გჭირდება და უმეტესობას არ ჭირდება, მაგრამ გახსოვთ ეს იყო კიდე ერთ რაღაცას გავიხსენებ და აღარ შეგიშლი პასუხებში, იმიტომ მე შენი პასუხები უფრო მაინტერესებს და შენი მონეთხრობი. თამაზ ბაჭანტირაძეს ჰქონდა ლექციები. კი, როგორ არის? სატელევიზიო ლექციები, რომელსაც თამაზი კი, ბებია, შვილი. მთელი ოჯახი რო სულ განაბული, უსმენთ, იმიტომ რომ უნიჭერესი ადამიანი და უყვარდა საოცრად, ჩანდა რომ მას ეს უყვარს, რაზეც ლაპარაკობს და ყველა მისი ლექცია მთავრდებოდა გახსოვს მანენიკო. მოუარეთ საქართველოს, მოუარეთ ამ პატარა საქართველოს. იცი რა, დიანა, აი მაგის პასუხად მე ჩემ თავში მაქვს ერთი რაღაცა ძალიან საიმედო განცდა ნაპოვნი, რომ უდიდესი დაგსაქსულობის დროსაც კი პოულობდი ადამიანებს, რომლებიც რუდუნებით თავის საქმეს აკეთებენ და აი ეს საქმეები მე რაღაცნაირად კრავს ადამიანებს. ანუ აი გადარჩენა იმ პოლარიზების დროს არის იმაში, რომ აირჩიო რაღაცა კუნძული, სადაც შენს პროფესიონალიზმს გამოავლენ და მე ამითი მიიზიდა ორივე პოლუსიდან ადამიანებს. აი 2006 წელს რო დავიწყე ვეფხისტყაოსნის პოპულარიზაციაზე ზრუნვა, სრულიად შემთხვევით ბატონი ბაჩანა ბრეგვაძის ერთი ის ამოუხრა მოვისმინე, რომ ჩვენ მზათა გვაქვს ტექსტიო დასაბეჭდათო ამ ტექსტის დამდგენი კომისიის და აბა ვინ არის პატრონი რომ დაინტერესდეს და გამოცესო და ისე ამიდუღდა გული ბატონი ბაჩანას ამ სიტყვებით რომ დავიწყე ვეღარ დავამთავრე რა ვიპოვნე ადამიანები, რომელიც იმ საშინელ დროებებში, თურმე 90-იან წლებში, 2000 წლის დასაწყისში, ამ ვეფხისტყაოსანს უტრიალებენ, აკეთებენ, იაზრებენ, შიფრავენ და აღმოვაჩინე ძალა, საქართველოს ძალა და მე მგონი აი ესეთი პროფესიონალები დღესაც ბევრი მოიძებნებიან. რა თქმა უნდა და უნდა გაგვაერთიანოს ამ სიყვარულმა ჩვენი პატარა და ძალიან საქმის კეთება. საქმის კეთება მისთვის, ქვეყნისთვის, საქვეყნო საქმის კეთება. ჩემმანანა საქვეყნო საქმის კეთებას ძალიან ლოგიკურად ებმის შენი რედაქტორული საქმიანობის პერიოდი. დილის გაზეთი, რომელიც მზე ჩვენთან ერთად გამოდის, ანუ გაზეთი გამოდის, მზე ამოდის და მართლაც მკითხველი საზოგადოებით თუ მზე ამოდიოდა დილის გაზეთით, ჩვენი მწერლობით, არა? რომელიც ძალიან მენენება ერთიც მეორეც, არ ვიცი, ისეთი ტკივილია და არასოდეს მე წარსულ დროში ამ გამოცემებს არ ვახსენებ. ისევე როგორც დედაქალაქის გაზეთი თბილისი, ისევე როგორც ახალგაზრდა ივერილი. არ ვიცი, მე ამ გაზეთებს უწოდებ ხოლმე ჩემთვის რომ ვაანალიზებ მაინც საბაზრო ეკონომიკას შეწირულ გამოცემებს. მაგრამ ალბათ სხვა რაღაც მიზეზიც იყო როგორც ეხა ბევრი გამოცდილი ადამიანი სატოპკე ამიწია და ნელ-ნელა მიუყვეთ ამ თემას. ესე იგი, ჯერ ვთქვათ ამ როგორ გაჩნდა ეს მართლა მოხდენილი სლოგანი დილის გაზეთთან ერთად გამოდის. აი უკვე ვახსენეთ პაატანაცვლიშვილის რაღაც მორიგი ტექსტი იბეჭდებოდა ჩვენთან და რა თქმა უნდა თავზე ადგა, რა თქმა უნდა პერფექციონიზმის გამო ეს დავაგვიანეთ და თენდება დილის 5 საათი ბირჟაზე უკვე ვაგვიანეთ გაზეთის გატანას და გავაქცუნეთ ეს კალკები დასაბეჭდად და შედვართ მანქანას უნდა დაველოდოთ, ტრანსპორტი ჯერ არ არის. და აი ამ როგორ თქვა უკვე გადაღლილ საზოგადოებაში წავიდა გვათენდება ისე და აი გაჩნდა ფრაზა დილის გაზეთთან ერთად გამოდის და მართლა ძალიან შეგვიყვარდა ეს მოხდენილი ფრაზა. რა თქმა უნდა გაითავისა საზოგადოებამ და მართლა მქონდა პირადად განცდა და ბევრ ჩემ გარშემო რომ დილის გაზეთით უნდა დაწყებულიყო ჩემი დღე.
კი ბატონო. პარლამენტში მივიდა ჩემი მეუღლე, გაზეთი უკვე გაიხსნის დახურული ალბათ 1-12 წლის წინ და ვიღაცამ დაახვედრა რომ ისო ჩემთვის სეტილის გაზეთთან ერთად ამოთისო და აი ეს იყო რომ 12 წლის შემდეგაც ის ადამიანი დღემდე ცოცხლობს ეს სიყვარული ეს მოთხოვნილება არ ვიცი და აი მაინც მინდა კითხო რომ რედაქტორულ ხელოვნებაზე როცა ვესაუბრებით ჩვენ სტუდენტებს და მინდა გავაგებინოთ მისი სირთულეც ხიბლიც ხშირად ვახსენებთ ხოლმე არის ასეთი ტერმინი დირიჟირების ოსტატობა დირიჟირება ხო სხვა არაფერია თუ არა წარმართვა ხელმძღვანელობა ისევე როგორც ორკესტრში ყველა ნიუანს ყველა სიჩუმეს პაუზას აქვს უდიდესი მნიშვნელობა აი ამ შემოქმედებით გუნდშიც რასაც სარედაქციო კოლექტივი ქვია რედაქტორის გამოხედვასაც კი აქვს დატვირთვა გარკვეული ხო დამეთანხმება შენი გუნდი დილის გაზეთის არმია მთელი გუნდს ვერც დაარქმევ რომ ამის დიდოსტატი ბრძანდებოდი და თუ შეიძლება გამოცდილება გაგვიზიარეთ რანაირად ახერხებდი ჩემო მანანა მე ხა გაზეთის სიყვარული ნამდვილად არ მისწავლება და ვიცი მაგრამ აი საოცრება ხდება აი ყოველდღიურია მრავალგვერდიანი გაზეთის მართლაც კატორღული შრომა ისე როგორ შეაყვარი ამ ახალგაზრდებს რაც მთავარია ხო პატარა გოგო ბიჭებს რომ დღესაც იხსენებენ როგორც რაღაცა სამოთხეს აქ არის რაღაცა თავისი პროფესიული მოხსნილი იყო დილის გაზეთში კონკურენციის განცდა და აი ყველას მოხსნილი ხო ყველას ვაგრძნობინებდით რომ მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გჭირდებოდა ვინც არ მაცია ის ყოველდღიურ გაზეთში ვერ დარჩება და ვინც რჩება იმას უნდა რომ ყოველდღე თავის თავში კიდე რაღაც ახალი აღმოაჩინოს და მოწადინებულია შრომისთვის და ну მოკლედ ესეთი ახალგაზრდები შემორჩა დილის გაზეთს და მათი ნოსტალგია ეს აი რაც შეეხება დირიჟირებას მართლა დირიჟირება იყო ჩვენთან იმიტომ რომ მე მერქვა მთავარი რედაქტორი მაგრამ ყველა დარგს ყავდა თავისი რედაქტორი ну აი ეკონომიკა მარინა მაზიაშვილს მიყავდა მაგალითად პოლიტიკა დიმიტრი ვენაშვილს გავაგრძელო და ყოველი დღე ორშაბათს პოლიტიკის იყო სამშაბათი საზოგადოების ჩვენი გაზეთი იყო და ვიცით ხო და რა გარდა ამისა რომ ესე იგი ამ დარგებს ხელმძღვანელობდნენ ყოველი დღე იყო პრიორიტეტი აი პოლიტიკის პრიორიტეტი იყო ორშაბათი მაგალითად ხო დღის თემას ის უკარნახობდა ის უკარნახობდა აქტუალობას რაღაცისას და ჩემი ოსტატობა რაში ვლინდებოდა რომ ეს გამეაზრებინა რა ნომერი დაიდო დღის განმავლობაში და ეს სწორი აქცენტი გაკეთებული იყო პირველ გვერდზე ეს მევალებოდა მე და აი რა ვიცი ну არა მხოლოდ ხო გამდაბლობთ ძალიან გალბატონი მარტო ხოდა ჩემთვის მაგალითად აი დირიჟირებაში მთავარი ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის განცდა რომ მე ვარ აი ზოგადი სურათის დამნახავი და დეტალები მეპარება ხოლმე და ძალიან მჭირდებოდა ყოფილიყო კარგი რედაქტორული ისა ჯგუფი და 2-3 კარგი სტილისტი რედაქტორი ჩვენთან ყოველთვის მუშაობდა ჯერ თემურმა ამ გაზეთის დამაარსებელმა ისეთი მაღალი თამასა დააწესა გაზეთის სტილთან დაკავშირებით რომ ამის შენარჩუნებას ვცდილობდით მე ლეგენდარული ლევან თოლორდავა მუშაობდა ჩვენს გაზეთში მისი გაზრდილია ეს ქალბატონი ელზა ნაბახტეველი რომელიც დღეს ერთ-ერთ საუკეთესო სტილისტ რედაქტორად ითვლება მანენა ნაცვლიშვილი ნათია ნაცვლიშვილი ანუ ჩვენთან იყო ეს ძლიერი რგოლი იმიტომ რომ მე უნდა მცოდნოდა რომ რედაქტორულად აი ჯვარედინად რომ მასალას კითხულობ იმას კითხულობს კიდე ვიღაც ძალიან დაბეჯითებით რომ მიმაქცევინებს ყურადღებას რა ხდება და როგორ ხდება და აი ეს იყო რა სინქრონიზება ჩვენი მუშაობის ფაქტობრივად ნაწილობრივ უპასუხე ჩემ შემდეგ კითხვას მაგრამ მაინც მინდა ასეთი რამ მე-18 საუკუნეში ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭა ორკესტრში ისე ვიქوار მაინც მუსიკასთან, იმიტომ რომ ძალიან დიდ მსგავსებას ვხედავ მე გუნდური მუშაობის დროს და იქ გამოირჩა პირველი ვიოლინო, ეგრეთ წოდებული, ხო? და აი ხშირად ეს პირველი ვიოლინო თავისი ხემით ეხმარებოდა დირიჟორს და ორმაგი დირიჟირების პროცესი მიდიოდა, გაჩნდა ცნება ორმაგი დირიჟირების. აი ეს რომ ისევ გადმოვიტანო
ვიყავით სარედაქციო მუშაობაში. ვინ მოიაზრება? მე ჩემი ვარაუდით ვფიქრობდი, რომ აი გამომცემელი საზოგადო მკითხველი საზოგადოება, რომელზეც ჩვენ ორიენტირებულნი ვარ, ცხადია რა. თუ ვინ, აი ორმაგი დირიჟირების დროს პირველ ვიოლინოთ ვინ მოიაზრებოდა მაინც? ეს ის წლებია 96-2004 წლებში გამოდიოდა ის, როცა საქართველოში აი ძალიან არამყარი სიტუაცია იყო, ფორმაციები იცვლებოდა და პოლიტიკური ელიტები იცვლებოდა და რა თქმა უნდა, ბევრი რამ ახდენდა გავლენას. რა თქმა უნდა, გავლენას ახდენდა გამომცემელი. რა თქმა უნდა, გავლენას ახდენდა საზოგადოება, პოლიტიკური ელიტა. რა ვიცი, ყველაფერი განახობდა ამ განცდას. მაგალითად, ჩვენთან მოხდა ასე, რომ მე ამ ახალგაზრდა რეფორმატორების მალე ვიწავე. მაგრამ ჩემი მოადგილე იყო, რომელსაც, რა ვთქვათ, მემარჯვენეები უფრო მოსწონდა. ვთქვათ, იქ იყო კიდე სოციალური თემების წამოწევა უნდოდა იმას და იმას თავისი ნათელაშვილები და ვიღაცები ყავდა და აი ამ ჩვენი ოპონირებით ქმნიდით იმ რაღაც უფრო ცენტრისტულ ამინდს, რაც იყო გაზეთში და კიდე მე მაშინაც აი საშინელი ის იყო პოლარიზებული საზოგადოება და ძალიან ხელი შემიწყო იმან, რომ ფაქტობრივად 4 წელიწადი მე გამოვტოვე საქართველოს ყოფის, როცა ეს ზვიადისტების ეპოქა იყო, საქართველოში ჩამოვედი 96 წელს, 92 და 16 ხო შვილების გამო ვიყავი წასული. და არ ვიცოდი ეს ძალიან სერიოზული დაპირისპირება რაც იყო. და ამან ძალიან ხელი შემიწყო, იმიტომ რომ მოდიოდა ერთი ფრთა ზვიადისტების დიდი გულისხმიერებით, აი ბოჭოლას აღფრთოვანებით უსმენდი, რომ მეუბნებოდნენ ეს აგენტია, იმან ეს ჩაიდი, აი გაკვირვებული, იმიტომ რომ ეს ჩემთვის ისეთი ის იყო სიახლე, რომ მაინტერესებდა. ამათ დაუბეჭდავდით, მეორე ფრთა მოდიოდა და ერთხელ მომივარდა მამუკაფაჩუაშვილი და მითხრა, ასე არ შეიძლება რომ ყველას დაკრუზე იცეკო და დემოკრატიულ ქვეყანაში ასე ხდება. ჩემო ბაბო, ჟურნალისტი ხო ზეპარტიულია. ეს მინდა რომ დღეს გაიგოს ზოგიერთმა კარგად, ზეპარტიულია. უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში და სწორედ იყო დილის გაზეთი, იმიტომაც უყვარდა ყველას, რომ ყველასი იყო. ერთადერთი პარტია წყალებში ჟურნალისტისთვის ჩვენ ასე გვასწავლია გაგანია კომუნისტების დროს და ეხლა რა დაემართეთ ამ ჟურნალისტებს არ ვიცი. ერთადერთი პარტია და ერთადერთი დამკვეთი ყავს ჭეშმარიტება ჟურნალისტს. ეს ჭეშმარიტება დემოკრატიულ ქვეყანაში. ამას ჩვენ კარგად გახსოვს, მან აღკომი ერქვა და ესე მახსოვს ერთ რესპონდენტს ნეტარება მისულს ელიფთერა ანდრონიკაშვილი. ჯერ ისეთ ძალიან რთული რესპონდენტი იყო, მაგრამ საოცრად საინტერესო და ქონდა ბედნიერება, ხა მე ხო ფიზიკის ფაკულტეტზე ლამის ბაკალავრიატი დამთავრე 4 წელი და მე ჟურნალისტიკაში და მოკლედ ჟურნალისტებში პირველი ფიზიკოსი ვიყავი და ამიტომ რა თქმა უნდა ელიფთერთან მე და ძალიან ამაყად მივედი, მაგრამ კინაღა მოარით გამომისტობ, რატო ჯერ ერთი მე ახალგაზრდა არა ვარ, ახალგაზრდა ქალბატონო და მე კომუნისტი არა ვარ, ცნობილია რომ ვერაფრით ვერ მიიღეს კომპარტიაში არ შევიდა პრინციპულად აი ყველა ფიზიკოსი იყო, რომ კომუნისტებიც კი ვერაფერს უბედავდნენ და მაშინ მახსოვს ისე რომ იცით მეთქი ჩვენს გაზეთს ცოტა უხერხული სახელი ქვია თორე არსებით არ არის როგორ არ იყო ცეკას ორგანო იყო, მაგრამ ხო გახსოვს სულისკვეთება მანანა არ ეყარებოდათ ახალგაზრდა კომუნისტი რომ იქ ხო მაშინაც კი და დღეს ამ თავისუფალ დემოკრატიულ საქართველოში რომ ესმის ხოლმე ეს ოპოზიციის ეს იმის ეს ამის ეს უკვე ჟურნალისტიკა ხო აღარ არის ჩემო მანანა და ვიმეორებ დილის გაზეთი იმიტომაც იყო ყველას გაზეთი და უსაყვარლესი გაზეთი რომ ეს პრინციპები ეს მარადიული ფასეულობები იქ იყო 90-იანებში ხა პრინციპში თავისუფლების გზაზე ვიყავით, შემდგარნი და უნდა ყოფილიყო კიდეც, მაგრამ რატო დღეს არ არის ეს ყველგან? დილის გაზეთის დროს ნიუსმეიკერი იყო რუსთავი 2 და რატო? აი ხა უნდა ვახსენო ეროსი კიწმარიშვილი. მაგალითად ცეკაში დაგვიბარეს და გვითხრეს რომ ბუნტია იმაში სამხედრო ნაწილში და ის რა ქვია ვეცად უთო რომ აი ეს არ გადაიზარდოს ქვეყნის ჩამოქცევაში და რედაქტორები დაგვიბარეს და პირდაპირ გვითხრეს რომ დაგვიჭირეთ მხარი რომ ეს არ იყოს აჟიტირებული ეს თემა. ეროსი კიწმარიშვილი ეუბნება
თუ ჩემი ჟურნალისტი მოახერხებს, რომ შეიჭრას იმ ალყაში, რომელსაც თქვენ გარშემო მოუწყობთ ამ ნაწილს და ის ინფორმაციას მოიპოვებს, მე იმ ინფორმაციას ვერ შევზღუდავ. თქვენ ეცადეთ, რომ ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ ლოკალისტეს ეს კონფლიქტი, პრობლემა. აი მე მგონი ეს იყო არაჩვეულებრივი მიდგომა. მაშინ ჩემთვის ეს იყო ძალიან გასაკვირი, იმიტომ რომ მე მაინც მოვდიოდი კომუნისტური ჟურნალისტიკიდან, სადაც ახლა თავისუფლება გქონდა, მაგრამ რო გთხოვდნენ ეს რომ უნდა ამისთვის ანგარიში გაგეწია, ეს შინაგანად უკვე ცენზორი ჩვენში იგეჟდა და ვიცოდით რომ უნდა გაგვეწია ანგარიში, მაგრამ აი ეროსის და ამ ფრაზის შემდეგ უდიდესი პასუხისმგებლობით ვუყურებდი მათ ყველა საინფორმაციო გამოშვებას და ფაქტობრივად სიუჟეტები ჩამოწერილი მქონდა ხოლმე და როგორც რედაქტორის ფუნქციას ვხედავდი იმაში რომ ერთი რამე უფრო ისეთი სერიოზული ან სიღრმისეული თემა მაინც ქონოდა ნომერში და აი დღეს სამწუხაროდ ის რომ არ უჭერთ საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებას ხელს და ისევ რომ მოვიწადინეთ მისი შეზღუდვა მატერიალური შეზღუდვა, ანუ ფინანსების შეზღუდვა ნიშნავს იმას, რომ აი განვითარების იმას უსწრებთ, აი მაფიქრებინებს იმას, რომ აი ეს გამაერთიანებელი მაგნიტი, რაც შეიძლება ყოფილიყო დღევანდელი ტელევიზიების და დღევანდელი ჟურნალისტიკის, ეს დაიკარგება, იმიტომ რომ აი ძალიან კარგად ვითარდებოდა ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებელი და ამ პოლარიზებული საზოგადოებისთვის კარგი იქნებოდა რომ აი ესეთი სამაგალითო ტელევიზია ქონოდა და აი ეს შემიძლია მაგის პასუხად გითხრა რა. ჩემო კარგო, კი ბატონო. აი მე მინდა წავეკითხო თქვენი დევიზი მაინც ილიას ცნობილი სიტყვები, რომელიც მაშინაც მაჟრიალებს და ბანანა და ეხლა ვნატრობ და ვოცნებობ, რომ აი ამ რწამსით გამოდიოდეს ჩვენში ყველა გაზეთი, ყველა ჟურნალი, მაუწყებლობდეს რადიო, ტელევიზია, ნუ არის ბედნიერი გამონაკლისები ხა მაგის გარეშე რაზეა ლაპარაკი, მაგრამ ხაზგასმით გეწერათ, გახსოვდეს ილიას სიტყვები ყველასთვის ცნობილი, ეს თქვენი პრინციპი იყო. გახსოვდეს ყოველთვის რომ ქვეყანაზე ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი, რომელზედაც იწერება პირობა იმ სიმკვიდრით და სიმტკიცით, რომ არავითარი ძალა არ ამოშლის და არ გააუქმებს. მოდი ვთქვათ თავად რომ აი ეს ჩარჩო დილის გაზეთის ეს პრინციპი რომ აქ მოტანილი საორიენტაციოდ თავარ შუქურად ეს თემურ მეტრეველის დამსახურება, იმიტომ რომ დილის გაზეთი მანენა კარტოზიასთვის არ შეიქმნა. დილის გაზეთის გაკეთების სურვილი ჰქონდა თემურს. მივიდა ტარიელ შავერდაშვილთან და უთხრა რომ მინდაო შანსი მომეცესო რომ აი კარგი გაზეთი გავაკეთო. და აი ესეთი ფორმატი აირჩია ამისთვის. და მე შემიძლია დავიჩემო ის, რომ გავაგრძელე ეს გზა და BBC-ში რომ გადმომცეს თავიანთი შიდა განაწესი ეს ჩვენი ბიბლიაო, ანუ ეთიკის ნორმები და ქცევის ნორმები ჩამოვიტანე საქართველოში და ეს იყო პირველი პრეცედენტი, როცა ჩვენს თავს შეზღუდვები დაუწესეთ, რომ როგორ უნდა გეცვას, რომ მიდიხარ მასალის სასაგებად, როგორ უნდა ელაპარაკო არასრულწლოვანს, როგორ უნდა მოიქცე როგორც რესპონდენტი. ანუ ეთიკური ნორმები, ასე დავარქვათ, რატო შეზღუდვები? მე მახსოვს, თქვენ გამოაქვეყნეთ ეს თქვენი წესდება ქონდა. შესაბამისი პირველები ვიყავით, რომ დავიწყეთ ამის მოწოდება, რომ ეს უნდა სამაგალითო გამხდარიყო. გაზეთის სათაურიც კი დაბლა იწერდა და სათაურის ზემოთ ყოველ დღე ერთი ახალი მუხლის გამოტანას ვახდენდით, გამოგქონდა გამოტანას ვახდენდით. მომკლავენ ჩემი სტილის. არა. ხოდა გამოგქონდა ეს ერთი მუხლი, რომ რა ვიცი, გვინდოდა სხვებისთვისაც მაგალითი გამხდარიყო ეთიკური ნორმების შემუშავება, დაცვა. მე რაღაც კომისიაც ხო შეიქმნა ჟურნალისტური ეთიკის დაცვის, მაგრამ ვერ ხერხდება სამწუხაროდ და საზოგადოება თანდათან უფრო ის ხდება პოლარიზებული და აგრესიული. სამწუხაროდ კი. კიდევ არ შემიძლია არ გავიხსენო ჩემო მანანა, ძალიან დიდ საქმეს აკეთებდა დილის გაზეთი, არა მხოლოდ, მაგრამ გამოკვეთილად დილის გაზეთი
აი უნივერსიტეტთან ურთიერთობაში გახსოვს იყო ხოლმე გახსოვება სასწავლო გაშვილი გაზეთში მახსოვს ჯავახიშვილი კი არა მარტო მაშინ ახლად ფეხადმული კომერციული სიგნაღის მე ისე მახსოვს დასოს სტუდენტები არაჩვეულებრივი ჯგუფი იყო ჭკადუას ჯგუფს ვეძახდით პირველი ვიოლინო იყო იმ ჯგუფის უნიჭიერესი ბიჭი და მახსოვს თოვში ჭყაფში მოვედით ჩვენი იმითი მასალები თქვენთან ორი გაშლილი გვერდი და ყველა მათგანი დღეს ისე იხსენებს ამას აი ამშვენებს ჩვენს ბიოგრაფიას აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ ახალ კურსდამთავრებულთა დასაქმების აი ამოუწურავი კერა იყო ამ სადგეტეოდა ამდენი ნიჭიერი ბავშვი არ ვიცი ყველას თავის საქმეს აკეთებელი და სხვათა შორის ძალიან ისე მესიამოვნა კი არა გავბედნიერდი ჩვენი უსაყვარლესი სტუდენტი ჩემი მაია შონია რომელიც ახლა მუშაობს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ამას წინა წერდა რომ როგორ მიყვარსო ნატო კურსანტიას წიგნების წარდგენა იმიტომ რომ ვიცი იმ დღეს ჩემს დილის გაზეთელებს შევხვდებიო და რაღაც ისე მესიამოვნეთ რომ მარტო მე კი არ მიყვარს ეს გაზეთი და მარტო მე კი არ მიყვარს ნაღდი ჟურნალისტიკა გესმით და ნატო კურსანტია კიდე სხვა მოვლენა ნატო დილის გაზეთში იმიტომ ეს იყო ჩვენთვის აფხაზეთი აი აგიცი ეს როგორც სიტყვა ნატო კურსანტია იყო ჩვენი აფხაზეთი და როგორც შეგვეძლო ჯერ ერთი ხო ეს გალის რაიონული გაზეთის ის შეიქმნა ჩვენს წიაღში გამოსვლის საშუალება რომ გქონდათ თავისი დღე თვეში ერთხელ და აკეთებდა საათანჯო და ეხლა აი ეს მოგონებები გაზეთის წასვლა აფხაზეთში მოკლედ კიდე ისინი მივლინებები სხვადასხვა აქტუალური თემები ბევრი ყავდა ჩართული მე მის განყოფილებას რაღაც დროს ჯარიც დავარქვით იმიტომ რომ უკვე აქეთ ჩრდილოეთ კავკასიაში და ომები დაიწყო ჩეჩნეთში რაღაცები და ბიჭები ისე იგი ნატო კურსანტიას მეთაურობით დადიოდნენ ამ სამხედრო მივლინებებში და იცით რა მე მგონი დილის გაზეთში გაიზარდა არა ამბიციური თაობა, მაგრამ საქმიანი შემოქმედებით. ესე იგი 2004 წელს გაზეთი რომ ვითომ ჩვენ რო გვეგონა რომ დროებით დაიხურა ეს ყველა მიშოვნა სამსახური, ყველა მიშოვნა ის ადგილი, სადაც დღემდე არიან. ანუ აი მუყაითი ადამიანების თავშესაყარი და უნარიანი ადამიანები. ხო, არა ამბიზარდნენ პროფესიონალებად შეფთეთქვეშ, მანანა ვთქვათ ეს რატომაც არ. რატომაც არ. საქმე ზრდის თვითონ. ბევრი საქმე იყო ყოველდღიური გაზეთში საკეთებელი და საქმის კეთება თვითონ ზრდის და საქმე რო ადამიანებს ახლოებს, ამეგობრებს, რაღაცა ზრდის შემოქმედებითად და გონებრივად მაგის მაგალითი და ნიმუში და მე ალბათ ვერ დავამთავრებ დილის გაზეთზე საუბარს არის რაიმე იმედი მისი აღდგენისა ისევე როგორც აი დადარჩენი თითქოს რაც გვიყვარდა ამ ჩვენს პრესაში ბესტურ მედიაში ყოველ შემთხვევაში აი გაგვიქრა ეს ატონი როსტომის არაჩვეულებრივი მართლა თაობები იზრდებოდნენ მარტო მისი საავტორო გვერდები რა დღირდა როსტომის სამაგისტრო ნაშრომები იწერებოდა ჩვენი მწერლობის შესწავლობაში აქ ეყრა არაჩვეულებრივი ჟურნალი დილის გაზეთი რომელიც გაზეთი ერქვა თორე როგორი ანალიტური სტატიები ქონდათ მანანა მართლა დღეს კი პოლიტიკაზეც კულტურის სფეროზე ჟურნალის ფორმატის იყო და შინაარსობრივადაც ანალიტური პუბლიცისტიკა იყო დომინირებდა პუბლიცისტიკა ნუ ინფორმაციის პერლო მახლედიანი რომელიც იყოს კლასიკოსი პუბლიცისტიკისა არა მარტო მწერლ პუბლიცისტიკის კლასიკოსი ნიმუში იყო მოქალაქეობრიობის ჩვენი კორესპონდენტები მოდიოდნენ ხოლმე ახლა ბატონი ერლომი დავინახეთ ამ დროს ისეთ თავყრილობებზე რომ საიდან იგებდა ამის შესახებ რომ ადამიანები გაგიკვირდებოდა და ეხლა რა ვთქვათ იცით მან საერთოდ პერსპექტივა ამ ბეჭდური მედიის აი ხო აი მედოდა ასეთი რაღაც ამობენ და ძალიან საფუძვლიანის ჯაბას იმითის იმაზე რომ ბეჭდური მედია გზაჯვარედინზე ან ჩვენ საკითხის კი დავამატეთ ბეჭდური მედია დიდი საგანია მოგეხსენება შენც გეკითხებოდა მეც მეკითხებოდა და ნუ
ჟურნალი, გაზეთი, წიგნით შედის ხოლმე სტუმედიაში, რომ აი რაღაც თითქოს აღსასრული მისი ახლოვდება გზაჯვარედინზე, ან გადარჩება, ან არ გადარჩება. შენი აზრი მაინტერესებს, როგორ ფიქრობ? აი ახლა ერთი შტაბ-ეშტილება ჩამრჩა, მე 2004 წელს მოვხვდი ამერიკაში 12 რედაქტორი წაგვიყვანეს კავკასიის რესპუბლიკებიდან და ვიყავით მაშინ USA Today არის გამოცემა, რომელიც მოიცავს მთელს ამერიკას. აი მაგალითად ალიასკაში რომ უნდა მოხდეს უკიდურეს აღმოსავლეთში, უკიდურეს დასავლეთში სხვადასხვა ნომერი გამოდის. ცოტა დროქჭება, უნდა სამწუხაროდ. ვაიმე, ეს არა საინტერესო თემას შევჩერდი. ხო და აი ამ გაზეთს ჩვენ რო ჩავედით მისცეს ახალი უზარმაზარი შენობა რომ გაეკეთებინა ესე იგი პროპორცია ჩვეულებრივ გაზეთში არის ასეთი 1/3 არის დისტრიბუცია 1/3 რეკლამა და 1/3 სარედაქციო კომპონენტი და გაყვეს ეს თავიდანვე გაზეთის სტრუქტურა შუაზე. ერთი იყო ვებგვერდი, რომელიც უნდა ყოფილიყო ამ გაზეთის და დანარჩენი 50 დატოვეს იმ 1/3 პროპორციებით. ეხლა რატო? გააცოცხლეს ეს ბეჭდური გაზეთი აი ამ ძალიან ოპერატიული ინფორმაციებით სტატიკური ფოტო ჩაანაცვლეს ვიდეო ფრაგმენტი ჩვენ ერთი გადაცემა არ გვეყოფ არანაირად აი კონკრეტულად თუნდაც მაგ საკითხზე და კიდევ ძალიან ბევრი საკითხი დაგვრჩა ულმესი მადლობა ძალიან პროფესიონალური საინტერესო საუბრისთვის და უეჭველად ჩვენ გავიმეორებთ თქვენ სტუმრობას ჩვენ საუბრები ჟურნალისტიკაზე ძალიან საინტერესო იქნება თქვენაირ ადამიანებთან დიანა ტყებუჩავას იმას დაძახილზე უარს ვერ ვიტყვი მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით ჩვენო ძვირფასო მაყურებლები დიდი მადლობა